გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფელი სარწყავი წყლით მომარაგდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ტირიფონ სართვისის რეაბილიტირებული არხი გახსნა კონფლიქტის ზონაში. ტირიფონ სართვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი USAID-ის დაფინანსებით ახორციელებდა. პროექტის საერთო ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. რაც დიდი ხნის მანძილზე იყო პრობლემა, ეს არის ხარისხი, თქვენ ხედავთ რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა ხარისხის მიმართ მიდგომა და ჩვენ გადავდივართ იმ ხარისხის მოთხოვნებზე, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. თქვენ იცით რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მიხარია ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს შესრულებული სამუშაოების შემდეგ უფრო მეტად ყველა ადამიანს ექნება იმის საშუალება, რომ მორწყას თავისი ნაკვეთი შესაბამისად უფრო მეტი მოსავალი მიიღოს. ეს სისტემა მოწესრიგდა კონფლიქტის პირა ტერიტორიაზე, რასაც კონფლიქტის პრევენციისთვისაც და მეორე მხარესთან მოლაპარაკების წარმოებისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. იცით თქვენ რომ გარკვეული ნაწილი ამ სარწყავი არხების არის კონფლიქტის ზონაში, ამიტომაც იქით ამ მხრიდანაც მე რამდენადაც ვიცი არის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მოლაპარაკებები ქსელის უფრო მეტად გამართვასთან და მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მზად ვართ დამატებითი სამუშაოები ჩავატაროთ.